მოგესალმებით, კალბატონებო და ბატონებო, კოლეგებო, მივესალმებით გამწრის საზოგადოებას, ჩვენს მაყურებელს, ორიგიის ხდომამიდან გახსნილად გამოვაცხადო და წარმოვიდგინოთ დღევანდელი სხდომის წესრიგის პროექტი. ჩვენ პირველ საკითხად გვაქვს განკარგულების პროექტი საკონტროლო ფუნქციის სახის დადგენის შესახებ, ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნების ფორმების დადგენის შესახებ. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ამავე არჩევნებისთვის არჩევნების ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე. გვაქვს ასევე განკარგულების პროექტი უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის რეგისტრაციის საკითხი. გვაქვს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის რეგისტრაციის საკითხი. ასევე სხვადასხვაში გვაქვს კოლეგებო რამდენიმე საკითხი, რომელსაც წარმოვიდგენთ, კერძოდ კი დადგენილების პროექტი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის რეგისტრაციის თაობაზე. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროფესიონალის რეგისტრაციის თაობაზე. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დემოკრატიული მრავალფეროვნების კვლევის ცენტრის რეგისტრაციის თაობაზე. გვაქვს ასევე კიდევ ორი განკარგულება, ერთი ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის რეგისტრაციის თაობაზე. და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისთვის რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად კითხვები, ბატონო? შესაბამისად კოლეგებო, კითხვები ან მოსაზრებები თუ არ არის წარმოდგენილი ის წესრიგის პროექტთან მიმართებაში, ის წესრიგს ვაყენებ კენჭისყრაზე და გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. მადლობა კოლეგებო, დამსწრეთ და ერთხმად ეს წესრიგი დამტკიცებულია შესაბამისად განკარგულების პირველი საკითხის განხილვაზე, რომელიც როგორც აღნიშნე უკავშირდება განკარგულების პროექტს საკონტროლო ფუნქციის სახის დადგენის შესახებ. ამ მიზნით მინდა ვთხოვო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია ინიციირებული საკითხის შესახებ, ისმეთ განსახილველი საკითხის შესახებ. მოგესალმებით, წარმოდგენილი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საკონტროლო ფუნქციის ფორმა იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ტარდება. ფორმა არის იგივე, რაც იყო გასულ არჩევნებზე, უბრალოდ შემცირებული არის კომისიის წევრების რაოდენობა. კეთილი და ასევე მიეთითება შემდგომ არჩევნების დასახელებაც. კეთილი კოლეგებო, კითხვები თუ არ არის წარმოდგენილი სახით განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნების ფორმების დადგენას. ამ მიზნით მინდა ვთხოვო ასევე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია წარმოდგენილი პროექტის შესახებ.
პროექტით წარმოდგენილი არის ჩანაწერთა წიგნის ორი ფორმა. ერთი ჩანაწერთა წიგნი მტკიცდება იღუპნებისთვის, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდება და მეორე დანართი არის ფორმა, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება. Agluba, kolegebo კითხვები, დიახ, ჩავუძეთ ბატონო ახას. ფორმაში დაზუსტებისთვის აქ არის ხილისარის კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესაძლებლად განცხადებების საჩივრების რეგისტრაცია. კონტროლს მე-19 გვერდიდან იწყება. ეს კენჭისყრის პროცედურები 6:45-დან 8 საათამდე მოიცავს, ხო? მან და ხო, ამ დაზუსტება მინდოდა. მინდოდა კენჭისყრები და ამბე ხო არის. ბატონო, აგლობა, შესაბამისად სხვა კითხვები თუ არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. არის მეორე საკითხის კენჭისყრა, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობთ, რომ საკითხი გადაწყვეტილია და მასრულებს შესაბამისად კენჭისყრას. გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება განკარგულების პროექტს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბიულეტენების და შემოჯამებელი ოქრობის დაბეჭდის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ. მე მინდა ვთხოვ საფინანსო დეპარტამენტს პირველ რიგში მოგაწოდოს ინფორმაცია განსახილველი განკარგულებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია. ისმენთ მოგესალმებით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარმოდგენილი არის 4 პოლიგრაფიული დაწესებულება, სტამბა, ესენია შპს ფავორიტის სტილი, შპს ფორმა, შპს ირიდესი და შპს საარი. ჩამოთვლილი სტამბებიდან პირველი ორი უზრუნველყოფს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას, ხოლო ბოლო ორი ირიდესი და საარი ტრადიციული წესით ელექტრონული საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას. რაც შეეხება დამკვირვებლებს, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მოწვეულ იქნენ ადგილობრივი ორგანიზაციები, გაეგზავნათ მოწვევა, მათგან 4 ორგანიზაციისგან წარმოდგენილი იქნა კანდიდატურა და ეს კანდიდატურები განაწილებული არის შესაბამისად სტამბებში. რაც შეეხება თავად ცესკოს წევრების განსაზღვრას, ეს როგორც წესი სხდომაზევე ახორციელებთ ხოლმე თქვენ და შეგიძლიათ ახლა განსაზღვრა და შეთანხმდეთ. თუ თქვენ დაგეხმარებათ ამ განსაზღვრაში ლოკაციები, შეგახსენებთ, რომ თბილისი, ესე იგი, შპს ფავორიტის სტილი, ქალაქ თბილისი, აბელგემუკიძის ნომერი 5, ეს არის აფრიკის დასახლება, ეგრეთ წოდებული. სტამბა შპს ფორმა, სოფელი დიდი ლილოვა, თავად ლილოს ქალაქის აღმოსავლეთით ლილოს, ესე იგი, ლილო არის ადგილმდებარეობა. რაც შეეხება შპს ირიდესი, ცესკოსგან ყველაზე ახლოს ეს სტამბა მდებარეობს, დიდი ღომშია ეს მისამართი, ექვთიმე ხელაძის ქუჩა ნომერი 27, ხოლო შპს საარი, თეოდორე-მდროის ქუჩა ნომერი 57, ეს არის დიდუბეში მდებარე პოლიგრაფიული დაწესებულება. მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის, ასევე გაწეული სამუშაოებისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა და სურვილი არანჟულ პროცესზე დაკვირვებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი საქმიანობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის წარმართვის ჭრილში. როგორც აღინიშნა, განსასაზღვრი არის ცესკოს წევრები, რომელთაც სურვილი ექნებათ, ასევე დააკვირდეთ შესაბამის სტამბებს, ამიტომ კოლეგებო, ვთხოვთ დავაფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ვისაც გაქვთ სურვილი, სხვა შემთხვევაში პირდაპირ შეგიძლიათ ჩვენ განსაზღვროთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია. შერჩევით ვის რომელ ლოკაციაზე სულ, სხვა შემთხვევაში უკვე დავავადეთ თქვენ. ბატონო ახას. Adi, კოლეგებო, ნახეთ მაშინ თავაზობთ, რომ ფავორიტის სტილში ჩავწეროთ ბატონოთა მოვინიშნოთ ბატონი არჩილ ანასაშვილი და ქალბატონი მაია ზარიძე, სტამბა შპს ფორმაში მოვინიშნოთ ბატონი გიორგი ჭიქაბერიძე და გია ცაცაშვილი, სტამბა შპს ირიდეში მოვინიშნოთ ბატონი დიმიტრი ჯავახაძე და შეგიძლიათ ასევე ჩემი თავით ჩავწეროთ. ან ხო ჩავწერეთ არამედ რეალურად მივა და დავაკვირდები, რა თქმა უნდა. და შემდეგი გახლავთ სტამბა შპს საარი, აქ დავწეროთ ბატონი გიორგი შარაბიძე
და გიორგი ზაგანია, დიახ. ბატონო გიორგი ზაგანია. მადლობა შესაბამისად ჩემს მიერ გაჟღერებული მითითებებით კოლეგებო განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. ბატონო მადლობს, დიახ, შეიძლება. აი ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვის შაშამთან შედარებით რამე ახალდის ფორმი ხარისხით შეიცვალა. კარგად ვარ მოხდეს ისე. მადლობა კითხვისთვის. უშუალოდ ტექნიკურ დეტალს ამ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო დეპარტამენტი მოგვაწვდის, მაგრამ რაც შეეხება საკითხთან მიმართებაში ზოგადად ქაღალდს, მარკერს და სხვა ტექნიკურ კომპონენტებს არც ეს არანაირი შეხედულება არ აქვს იმასთან. ხოლო მარტავად თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი გასული წლიდან სამწუხაროდ სპეკულაციურად იქნა წარმოჩენილი და გარკვეული აზრების ფორმირება, რამაც გარკვეული აზრების ფორმირება შეუძლო ხელი თითქოს და არჩევნების ფარგლობის გარკვევას, რასაც არც ერთ შემთხვევაში გამოუკანონო მხარის გამოჟღვის შემთხვევაში ფარგლობა არ გაუღვევია, უფრო მეტიც წარმოდგენილი იყო სპეციალური ჩარჩოფორმა, ამ ბიულეტენს არ აქვს არანაირი ბმა ამომრჩევლთან და ასეთ და არ არის ის სახელობითი და ფიზიკურად, თეორიულად, პრაქტიკულად შეუძლებელი არის მოხდეს იმის იდენტიფიცირება ჩარჩოფორმაში სათანადოდ მოთავსების შემთხვევაში, რომ მოხდეს უკან მხარის გამოჟღვის შემთხვევაში იდენტიფიცირება იმისა, თუ როგორ სუბიექტს მისცა გამომრჩევლობა ხმა. ამ მიზნით, რომ ჩვენ როგორც პასუხისმგებლიან ინსტიტუციას გადაგვეძღვია ის რისკები, რომელიც უკავშირდებოდა გასულ წელს გამოყოფილ სპეკულაციებს, ჩვენ უზრუნველყავით ის, რომ ხმის მთელ აპარატზე ვენდორ კომპანიასთან თანამშრომლობით დამაგრებული იქნება სპეციალური საფარი, ისევე როგორც მცირედ გაზრდილი არის ჩარჩოფორმის ზონა, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლიობაში იმას, რომ გამოჟღვის კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი არათუ ხმის იდენტიფიცირება მოხდეს, არამედ თვითონ კვალის იდენტიფიცირებაც კი შეუძლებელი იყოს და მინიმუმამდე იყოს ამ თვალსაზრისით სპეკულაციების საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ გრამაჟს, პატრონი ოთარი მოგვახსენებს, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ ის შეესაბამება იმ სტანდარტებს და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვენდორი კომპანია ამ თვალსაზრისით ჩვენ გვიწევს. აღსანიშნავია, რომ როგორც გასულ წელს ამ შემთხვევაში მაქსიმალური გრამაჟისა და გრამაჟობისა და სისქის ქაღალდი იქნება გამოყენებული, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ მათ შორის როგორი ალკოჰოლური შემადგენლობისა და პროცენტობის მარკერიც არ უნდა იყოს და გასისქისიც არ უნდა იყოს იმ დასაშვებობის პარალელში ქაღალდი, თუ ჩვენ მასზე მყარად მოვათავსებთ მარკერს, ის შესაძლებელს ხდის თეორიულად, რომ უკანა მხარის გამოჟღვის კვალი არსებობს. რასაც არც წინა შემთხვევაში, არც ახლა და არც მომავალში ბუნებრივი არ ექნება ეს შედეგი, რომ ვინმე ხმის ფარულობა დაარღვიოს, მაგრამ ამისთვის არსებობს გადმობრუნებული სახით ბიულეტენი, ამისთვის არსებობს სპეციალური ჩარჩოფორმა, ამისთვის არსებობს ის, რომ ბიულეტენს არანაირი ბმა არ აქვს ამომრჩეველთან და ამისთვის უკვე იარსებებს საფარი, რომელიც კიდევ ერთხელ ასეთი სპეკულაციებისგან, შეიძლება სულად თუ არა, ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე მაინც დაგვაყენებს. ბატონო თან თუ რამეს დამატება გსურთ, თუ შეიძლება? ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ უკვე მე რაც მინდოდა მეთქვა, ერთ დავამატებ, რომ აღნიშნულ ქაღალდს რეკომენდაციას უწევს ვენდორი კომპანია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წერილობითი თანხმობებიც, რომ ტესტირების შედეგად, გამოყენების შედეგად ეს ქაღალდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომ იყოს თავსებადობა უზრუნველყოფილი მთელ აპარატებთან. მადლობა. კეთილი კოლეგებო. ხო, მესმის დიახ, იმიტომ რომ თუნდაც მაგ საკითხმა შეიძლება გამოიწვია რა სპეკულაციები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს პროცესი დაგვარად, რომ ხმის ფარულობა იყოს სულად უზრუნველყოფილი. ეს ვისთვის რა აღქმა სტოლობს და როგორ ტოვებს ეს მეორე საკითხი არის და კარგად ნახეთ კიდეც რომ გასულ წელს ამ საკითხმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეში როგორი გავრცობა მოყვა ყველაფერს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაში დავების განხილვისა, შემდგომ სასამართლო ინსტანციებში, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა და ვერ იქნა ვერანაირი ფაქტი და მტკიცებულება იმის თაობაზე წარდგენილი, რომ სადიმე როგორც ფარულობის პრინციპი, ისევე როგორც ზოგადად ფარულობის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. გამომდინარე, ეს არის თუმცა როგორც უკვე გითხარით, შესაბამისი გადაწყვეტის გზები, სხვა მიმართულებით სპეკულაციების თავიდან მასარიდებად არის რა თქმა უნდა მიღებული.
კოლეგებო, მოკლედ დასახელებული ორგანიზაციების მითითებითა და ცესკოს წევრების შესაბამისი ჩამონათვალით განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე, თუ სხვა კითხვები და მოსაზრებები არ არის და ვთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას კოლეგებო, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რა თქმა უნდა საკითხი გადაწყვეტილია. მომდევნო საკითხი უკავშირდება საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგისტრაციის საკითხს, კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი განაცხადი, რაც ითვალისწინებს მათთვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციაში გატარებას. თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას, საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებს მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. თუ კითხვები არ გაქვთ, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას, საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, უკაცრავად ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის განაცხადიდან გამომდინარე რეგისტრაციის საკითხს, კანონის შესაბამისად არის, რაც ითვალისწინებს მათთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაში გატარებას და შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში. კითხვები თუ არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, საკითხი გადაწყვეტილია, რომელიც უკავშირდება დადგენილების პროექტს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ. ამ მიზნით მინდა ვთხოვ იურიდიულ დეპარტამენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია ინიციირებიდან განსახილველი დადგენილების პროექტის შესახებ. ისმენთ მოსავლებით წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც მიმდინარე მუნიციპალური არჩევნებისთვის ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი უნდა დაფიქსდეს ცესკოს თანხმობით. მადლობა. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთგვაროვნება იყოს უზრუნველყოფილი და ცენტრალიზებულად განხორციელდეს აღნიშნული მოქმედება. შესაბამისად, კოლეგებო, თუ კითხვები არ გაქვთ, დადგენილების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. კოლეგებო,
ვასრულებ კენჭისყრას შესაბამისად გადავდივარ კენჭისყრა დასრულებულია გადავდივარ მომდევნო საკითხზე რომელიც უკავშირდება განკარგულების პროექტს ასევე არასამწარმოო არაკომერციული იურიდიული პირის ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის რეგისტრაციას კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი განაცხადი რაც ითვალისწინებს მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას შესაბამისად კითხვები თუ არ გაქვთ კოლეგებო განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე ავიაროთ რეგისტრაცია ვასრულებ კენჭისყრას გადავდივარ მომდევნო საკითხზე საკითხი გადაწყვეტილია ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით მოგმართა არასამწარმოო არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროფესიონალმა ასევე კანონის თანახმად არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია რაც ითვალისწინებს მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას კითხვები თუ არ არის განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე გავიაროთ რეგისტრაცია ვასრულებ კენჭისყრას კოლეგებო საკითხი გადაწყვეტილია გადავდივარ მომდევნო საკითხზე რომელიც უკავშირდება ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას კერძოდ კი AIP დემოკრატიული მრავალფეროვნების კვლევის ცენტრის რეგისტრაციის საკითხს რომელიც ასევე კანონის შესაბამისად არის რომლის დოკუმენტაციაც კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი რაც ითვალისწინებს აღნიშნული ორგანიზაციისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას ყველა შესაბამის საარჩევნო კომისიაში თუ კითხვები არ გაქვთ განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე გავიაროთ რეგისტრაცია ვასრულებ კენჭისყრას საკითხი გადაწყვეტილია გადავდივარ შემდეგ საკითხზე რომელიც უკავშირდება ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხს ამ შემთხვევაში AIP მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის რეგისტრაციას კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი რაც ითვალისწინებს მათთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაში გატარებასა და შესაბამისი სტატუსის მინიჭებას გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია საკითხს ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხი გადაწყვეტილია ვასრულებ კენჭისყრას და გადავდივარ ბოლო საკითხზე რომელიც უკავშირდება ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხს კერძოდ კი AIP საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისთვის რეგისტრაციას ასევე კანონის შესაბამისად არის წარმოდგენილი განაცხადი რაც ითვალისწინებს მათთვის დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში შესაბამისად კითხვები თუ არ არის განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე გავიაროთ რეგისტრაცია ვასრულებ კენჭისყრას საკითხი გადაწყვეტილია შესაბამისად კოლეგებო როგორც გაცნობთ ეს იყო ბოლო საკითხი დღევანდელი სხდომის რითიც ამოიწურა განსახილველი საკითხები და შესაბამისად სხდომას დახურულად ვაცხადებ მადლობა ყველას მონაწილეობისთვის